ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ჭიათურელი მაღაროელების საქმეზე დასკვნითი სასამართლოს სხდომა გაიმართა. 4 ჭიათურელი მაღაროელის სასამართლო პროცესი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 8 სექტემბრამდე გადაიდო. მერაბ სარალიძის ადვოკატის მარიამ პატარიძის განცხადებით მაღაროელების საბოლოო სიტყვით 8 სექტემბრის სხდომაზე ისარგებლებენ და შესაძლოა განაჩენიც გამოცხადდეს. საქმეს მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი განიხილავს. დღეს პროკურორის მიერ ნათქვამა გასმიფასება კიდევ ერთხელ დაგვეწონა, რომ განაჩენი არ არის დასაბუთებული და განაჩენი სრულად ეკუთვნება ბრალდების ხარისხის, რომელიც როგორც ქუთაისის სახალხო სასამართლოში გამკლავი მტკიცებულებებით, ისე მოსამართლის მიერ დაწერილი განაჩენით ვერ გადასტურდა ის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც დაეთმოსა განაჩენი. შესაბამისად, სამართლებრივი მხარე ამ საკითხთან დაკავშირებით ამოწურული არის დღეს მდგომარეობით და როგორც მოხსენებთ, უკვე 8 სექტემბერს მაღაროელები იტყვიან თავიანთ საბოლოო სიტყვას სასამართლოში. ძალიან რთული არის მოლოდინზე საუბარი. ჩვენ ხშირად გქონდა ადვოკატებს განცდა, რომ სასამართლოში სხდომისათვის ვისაუბროთ და პროკურორის სააპელაციო სასამართლოს განცდა არ ჰქონია და ვფიქრობ, რომ არსებითი მნიშვნელობა არემოებდა გამართულა მოსამართლე ყურადღება, რაც მნიშვნელოვანი არის იმისთვის, რომ ადეკვატური ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისი გადაწყვეტილება შექმნას მოსამართლემ და ვიმედოვნებ, რომ ეს გადაწყვეტილება 8 სექტემბერს იქნება შემდგომ დღეებში ნიკოლოზ მარგველაშვილის მიერ შემოწმებული. თუმცა მოლოდინებით ძალიან ცუდია, რომ დღეს ვისაუბროთ საქმე 2025 წლის 29 აპრილს ჭიათურაში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, რის შემდეგაც 4 მაღაროელი ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. 2026 წლის 20 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მერაბ სარალიძე და გიორგი ნეფარიძე დამნაშავედ ცნო და თითოეულს 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო არჩილ ჭუმბურიძესა და თენგიზ გველესიანს 4 წლითა და 3 თვით. პროკურატურის ვერსიით ბრალდებულებმა ორგანიზება გაუწიეს ჯგუფურ ძალადობას, გადაუკეტეს გზა შუქრუთის მაღაროს დირექტორის ავტომობილს და მოგვიანებით მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაცვის მხარე ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება არც გზის განზრახ გადაკეტვა და არც რომელიმე ბრალდებულის მხრიდან ძალადობის ორგანიზება.